მოგესალმებით. დღეს არის ფედერალისტების შემდეგი პოდკასტი. გილოცავთ ყველას ახალ წელს. იმედია ეს წელი გამარჯვების წელი ექნება და რეჟიმს დავამხობთ. იმედია ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ვახო ექიმო, დარწმუნებული. მეც დარწმუნებული ვარ და ეს იქნება გამარჯვების წელი. ყველას გილოცავთ ახალ წელს, შობას. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ბატონო ვახო და მე წარვადგენ, მაგრამ მანამდე სანამ წარვადგენ ჩვენ სტუმარს, მოდი წინა პოდკასტი შევაჯამოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ პოდკასტს. ბევრი დადებითი რეაქციაც იყო, რაღაცები იყო ისეთი, რომელიც ვერ გაიგო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი პოდკასტები 1-2 კიდე ჩავწეროთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ კიდე კარგად ავუხსნათ ადამიანებს რა არის ზოგადად ნარკოპოლიტიკა დღეს საქართველოში, რა არის ჩანაცვლებითი თერაპია და ზუსტად ჩვენი სტუმარი არის ის ადამიანი, რომელიც შიგნიდან იცის ეს ყველაფერი და ზუსტად იცის რა ხდება, როგორ ხდება და დღეს მის აზრს მოვისმენთ. მოდი შენ შეაჯამე წინა პოდკასტი და მე წარვადგენ ჩვენ სტუმარს. ის გამოწვევები, რაც რეალურად ნარკოპოლიტიკის მიმართულებით და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით არის ქვეყანაში, რეალურად ცნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში იდგმება ხელისუფლების მიერ, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ სამედიცინო მხარდაჭერა მაგ მიმართულებით და ზოგადად საზოგადოებას და ჩვენ სამწუხაროდ არა გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი მაგ თვალსაჩინო ველოდებით, რომ ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს როგორც პაციენტების კუთხით, ისე ზოგადად საზოგადოების და სოციალური ფონის კუთხით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე საჯარო განსჯა და აქვე მინდა ვთხოვო კოლეგებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვთ და დადებითად აფასებენ იმ ცვლილებებს, რაც ხდება. გავმართოთ საჯარო დისკუსია, ვიწვევთ ჩვენს ძალიან მყუდრო და საინტერესო პოდკასტში ამ თემაზე სასაუბროთ. მნიშვნელოვანი არის განსხვავებული იდეების განსჯა, განსხვავებული დამოკიდებულების განსჯა, რათა რომ საინტერესოა ეს პოლიტიკა, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რასთან გვაქვს საქმე, ეგრევე ჩვენ ვწდებით, თუმცა სამწუხაროდ მეცნიერება ამტკიცებს და ფაქტები ამტკიცებს, რომ ჩვენი, ვთქვათ, არაკეთილსაიმედო პროგნოზს უფრო მეტი არგუმენტი აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კოლეგებს განსაკუთრებით, რომლებიც თვლიან, რომ ის ცვლილებები არის მნიშვნელოვანი და კარგი სიკეთის მომტანი, მობრძადნენ პოდკასტში და მეგობრულ გარემოში პროფესიული არგუმენტებით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და გავიაროთ ყველა შემოთავაზებაა და მგონია, რომ პროფესიული თემი თუ ვინც დღეს ახორციელებს ამას, ძალიან მნიშვნელოვანია. და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მოვიდნენ და გვითხრან, რომ კი, ჩვენ ვთვლით, რომ ეს სწორია ან არასწორია. არა, მაშინ ცდებით მეგობრებო, ან ეს არგუმენტი გვაქვს, ეს კვლევები გვეუბნება, რომ მეორე ძალიან კარგი შემოთავაზებაა ნამდვილად. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი, არ ამგონია, რომ პროფესიულ თემში იყოს რაიმე განსხვავება, უბრალოდ დღეს პროფესიული თემი სამწუხაროდ არის გარკვეული ზეწოლის ქვეშ, ჩემი აზრით და რეალურად მას ყველანაირი პერსპექტივა გაუქრეს სადმე სხვაგან წასვლის, იმიტომ რომ დაკეტეს ფაქტიურად ყველა კერძო დაწესებულება და რეალურად მათი, ასე ვთქვათ, მიბმა მოხდა სახელმწიფო დაწესებულებებზე და თან აიძულებენ რაღაცებს. ამიტომ, ნუ რა ვიცი, ვინმეს თუ არ განსხვავებული აზრი პირიქით, მე მხარული ვიქნები, თუნდაც ფსიქიატრიაში მენტალურ ჯანმრთელობასთან რეესთან დაკავშირებით თუ თulis ვიღაცა რომ არასწორად მსჯელობ ჩვენ და ნამდვილად ეს ქვეყნისთვის არის საჭირო, ოღონდ არა ჩინოვნიკები. არამედ ჩინოვნიკები დარწმუნებული რომ ისინი არ გამოგვეხმაურებიან. ხო, ისინი პროფესიული თემიდან ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება. მიუხედავად კოლეგები ან სხვა პოზიციის მოქალაქეები გამოგვეხმაურებიან თუ არა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ თვლით, რომ განსჯა საჯარო სივრცეში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პრობლემების არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ზუსტად ინფორმირებულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი და შეაფასოს ნებისმიერი
ხელისუფლების ან თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ვთქვათ აქტიურობა ამ მიმართულებით, ამიტომ ჩვენ ხო, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ გვეძახის ტელევიზიებში, ისმის მარტო ჩინოვნიკების ხმა, მე ძალიან იშვიათად კამათის სივრცე ხო, დახურულია და ამიტომ ჯობია რომ აგერ დაუძახოთ, აგვაქვს სივრცეც, ყველანაირი საშუალება რომ ვიკამათოთ და რამდენი დროც დაჭირდება და უთმობთ ამ თემას. მე უბრალოდ მინდა ოდნავ პატარა სტატისტიკური მონაცემები მაინც ჩავრთო. რა ხდება დღეს ქვეყანაში ბოლო კვლევით, რომელიც დიდი ხანია უკვე ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა, ჩვენ გვყავს დაახლოებით 56 ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი, რაც არის ძალიან საშიში მოვლენა, ეს არის 2% პრევალენტობა მოსახლეობის, ჩვენ ვართ ფაქტიურად მეორე ადგილზე ინიექციური მოხმარების თვალსაზრისით. ბოლო 3-4 წელიწადი ამ ქვეყანაში კვლევა აღარ ჩატარებულა. არ უყვართ სტატისტიკური მონაცემები, არ უყვართ, იმიტომ რომ სტატისტიკაზე იგება შემდგომ პოლიტიკა, უნდა იგებოდეს, პოლიტიკა უნდა იგებოდეს და ამის გარდა ჩვენ არ ვიცით, რამდენი გვყავს არაინიექციური მომხმარებელი. ანუ არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოიხმარს მარიხუანას, არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოიხმარს სტიმულაციურ ნარკოტიკებს, აბებს, აფთიაქო ნარკომანიის რიცხვები არ ვიცით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2018 წლის კვლევა არის, რომელიც 2025 რეალურად და ამდენი წელია და ფაქტიურად შრომა, რომელიც ჩვენ ამდენი წლის მანძილზე და მე მათ შორის და გიორგი მათ აი 10 წელი თუ 12 წელია ვაშენებდით ზიანი შემცირებას საქართველოში, ფაქტიურად ერთი ხელის მოსვლით ეს ყველაფერი დაანგრეს. მე მინდა წარმოვადგინო დღევანდელი ჩვენი სტუმარი, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ძალიან დიდი ბევრი წელი ერთად მოვაწეობთ, ერთად რაღაცები ბევრი გაგვივლია, ეს არის გიორგი გოგუა. არ ვიცი ახლა როგორ ვთქვა, მაგრამ მომხმარებელი იყო, დღეს არ არის მომხმარებელი, თუმცა იყო სათემო ორგანიზაციაში მუშაობდა ბევრ ნარკოლოგიურ კლინიკებში, ასევე მუშაობდა ზიანი შემცირების ქსელში და მოკლედ მთელი და ზოგადად აქტივისტია ამ თემასთან დაკავშირებით და გიორგი ფაქტიურად დღესაც ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც დღეს ამ დარგში მიმდინარეობს. ამიტომ მე ჩავთვალე, რომ გიორგისგან დღეს ჩვენ ბევრ რაღაცას გავიგებთ და ბევრ რაღაცაზე გიორგი გაგვცემს პასუხს. მადლობა გიორგი, რომ მოხვედი ჩვენთან. და მე დავწყებ კითხვების დასმას. მოდი და მე ნელ-ნელა ჩავშალოთ ეს კითხვები და უბრალოდ მე დიდ კითხვას დაგისვამ. რა ხდება დღეს? როგორ უყურებს ამას მომხმარებლები? რაც ხდება იმ კანონებს, რომელიც შეიცვალა და რა პროგნოზი არსებობს დღეს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს 2026 წელს თუ ესენი დარჩენ ხელისუფლებაში. მოგესალმებით ბატონო ზურა, ბატონო ვახო, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ულოცავ ახალ წელს. თუ ვართ პირველი სტუმარი ვარ წელს თქვენი და იმედია კარგი ფეხი მაქვს და ყველაფერი კარგად. კი, აუცილებლად გავიმართ ჩვენთან. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, საერთო მდგომარეობა მძიმეა. ძალიან საიდან დავიწყო ხა? აი ნარკოსცენიდან დავიწყოთ. ნარკოსცენა იყიდება ყველაფერი. რა. აი რა. ნებისმიერი ნარკოტიკის ყიდვა შეიძლება, ძირითადად ეს არის ლოკაციით დადებული ნარკოტიკები, დარკნეტით და ასევე იყიდება არიან ადამიანები, ვინც ხელში ყიდულობენ, როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე. და რა არის უფრო ხშირი? მარიხუანა ძირითადად, მარილები, ანუ ალფა PVP, რომელიც ბევრს გონია, რომ არის ამფეტამინი და ამ დროს სინამდვილეში არის ალფა PVP, რომ ამფეტამინის სუბსტანცია აღარ შემოდის. დაახლოებით 2 წელია საქართველოში, მე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი, მანდალასთანაც შეიძლება რამოდენიმეჯერ ვიყავი გადავამოწმე. მანდალა ვინ არის? თქვათ, რომ ვიცოთ ეს მაყურებელმა. მანდალა არის ორგანიზაცია, რომელიც სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, მიიტანოთ, თქვათ, თქვენი შეძელი ნარკოტიკი და გატესტოთ და რეალურად გაიგოთ რა შეიძინეთ. მანდალას ხელმძღვანელი რჩევ მეგობარი თემო ხატიაშვილი, რომელიც ასევე არის ძალიან საინტერესო ადამიანი და იმედია თქვენთანაც მოხვდება სტუმრად თავის
მოგიყვებათ იქ რა მდგომარეობაც ან დაახლოებით ვიცი. ზედოზირების შემთხვევები რო ავიღოთ, მაგითაც შეიძლება მივხვდეთ რომ ძიმე მდგომარეობაა. პროგრამები რო დაიკეტა, იქ ცალკე თემაა და პროგრამები რო დაიკეტა ნახევარზე მეტი მე ვინც ვიცი ჩემი მეგობრები აღარ გადავიდნენ სახელმწიფო პროგრამაში, იმიტომ რომ ხა სახლს და გვარს ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მაგ დადიოდა, ვისაც ტელევიზიით ხედავთ, შეიძლება რაღაცა თავის საქმეს აკეთებდა და არ უნდოდა როგორ 200 კაცი ან რიგში დგომა, თქვათ მეტადონის პროგრამის ხალხთან ერთად, რომელიც ყველა ერთად გააერთიანეს ახლა და ერთიანად დადიან და იქ რა ხდება, ვინმე უნდა ვერ გადაიღებ, იმიტომ რომ არ შეიძლება გადაღება, მაგრამ რამხელა რიგებია და რა მდგომარეობაში ჩაყარეს ეს ხალხი ცალკე თემაა. ამის მაგაზე მოდი ცალკე ვილაპარაკებთ პროგრამებთან დაკავშირებით, მაგრამ აი არკო სცენას რო დაუბრუნდეთ, ანუ ოპიატი არის ისე ძალიან აქტუალური. კი ბატონო, მეტადონი ძირითადად რომელიც ყველა ჩემი მეგობარი, ვინც მომხმარებელია, მეუბნება რომ ეს მეტადონიდან განსხვავდება იმ მეტადონისგან, რომელიც ადრე იყიდებოდა და აქვთ ეჭვი რომ რაღაცა არის გარეული და ამის ბევრი ფაქტია, იმიტომ რომ და ბევრი ზედოზირება. ზედოზირება არის უამრავი. ეხლა ის ზედოზირება ადრე პრინციპში ხარ რაც თქვენ ბრძანეთ რომ ისთვისაც ვიბრძოლეთ ამ 12 წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ რომ თქვათ იგივე ეს ქუჩაში ნარკო ტესტირებაზე გადაყვანის ამბავი რო ავიღოთ. ეს რიგები რო იდგა და პოლიციას თუ სახეზე არ მოეწონება და ადამიანი წაიყვან და 3 საათი დააკარგინებდა დროს იმისთვის რომ შემოწმებია და 30% გამოდიოდა იქიდან რომ არაფერი ხო, ნუ ეს ხო ვიცით რისთვისაც გააკეთეს ხა პრინციპში, ანუ ეგონათ რომ ეს დააბრუნეს. რუსთაველზე ყველა ვინც დგას, იმათ აქვთ ნარკოტიკი მიღებული და ნუ ეს იყო ესეთი მითი და რეალურად აღმოჩნდა რომ ესე არ იყო და ზოგადად მოკლედ ეს ყველა ესეთი რეპრესიული მექანიზმი იყო გამოგონებული. მაგრამ ფაქტია რომ დაბრუნებული. არა, ნუ დააბრუნეს, იმიტომ რომ ამას მიემატა რა თქმა უნდა მართვის მოწმობა, ხო, რომელსაც ეხლა კიდე სიგიჟეს აკეთებენ 35,000 ადამიანს რო უბრუნებენ ამ მართვის მოწმობას. კონდა ჩამორთმეული. ხო, ანუ იქ ეხა ძირითადად ჩამორთმეული კონდათ ან სიმთვრალის, ან ძიმე ავარიის, ან რაღაცის, ეხა შეიძლება იყოს რაღაც შემთხვევები, როცა დაუშვათ არ იყო ისეთი დანაშაული, მაგრამ 90% იყო ძიმე დანაშაულის გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ხო? და ეხლა ამ მართვის მოწმობას უბრუნებენ ყველას, რაც არის, ნუ, კატასტროფა, სიგიჟე. ნარკოსცენა მართლა ძალიან მძიმეა, აი ჩემი ბოლო ახალი წლის წინანდელი პოსტი იყო, რომელშიც მე დავწერე ის შემთხვევები, რომელთანაც მე დამიკავშირდნენ ადამიანები და ვინც იყო მოხვედრილი ან რეანიმაციაში ან სახლში მოხვდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნალოქსონი კვლავ დეფიციტია ამ ქვეყანაში, ფაქტიურად არც ერთ აფთიაქში არ იყიდება, როცა ამოვიღეთ რეცეპტურიდან, როგორც იქნა და აღმოჩნდა, რომ ისევ არსად არ არის. მარტო სასტრაფოს აქვს, სასტრაფოს არ იძახებენ. რატო არ იძახებენ გიორგი? სასტრაფოს არ იძახებენ, იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც თითქოს გამოვასწორეთ და მივახციეთ იმ შეთანხმებას, რომ იმდენად ბევრი ზედოზირების შემთხვევები იყო, რომ ყველა მიხვდა, რომ არ იძახებდნენ ერთ-ერთი მიზეზის გამო. პატრული მოყვებოდა სასტრაფოს, რაც იქ უმრავლესობას იმ ადამიანების, ვინც იძახებდა, ჰქონდა პირობითი. პირობითზე კიდე რომ ამოეგდო რომ მოხმარებული ქონდა ჩათვალეთ რომ მიდიოდა ციხეში. ამიტომ ყველა ცდილობდა რომ იქნებ გადავარჩინოთ ჩვენით და მაქსიმალურად ბოლომდე მიყავდათ და აი როდესაც უკვე ხვდებოდნენ რომ აი ვერაფერს ვეღარ აკეთებენ ამ შემთხვევაში იძახებდნენ და როგორც წესი დაგვიანებული. როგორც წესი დაგვიანებული იყო. ამის გამო მოხდა შეთანხმება რომ პატრული აღარ მიყვებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დაბრუნდა და უამრავი შემთხვევაა, როდესაც პატრული გაყვა სასტრაფო დახმარებას და ამის გამო ისევ დაბრუნდა ის შიში, რომ ჩვენ კი გამოვიძახებთ, მაგრამ ყველას ციხეში წასვლა თუნდაც 3 თვით ყველასთვის ახლა ხვდებით, კარგავს სამსახურს, იქ ოჯახი ყავს,
ყველა სეშირა და ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად აი მითე მარილიანი წყლები 1000 რაღაცას შხაფში შეყვანას ყველაფერს რო გაივლიან და ბოლოს რომ მიხვდებიან რომ თქვა ვეღარაფერს ვეღარ შვებით აი მაგ შემთხვევაში იძახებენ სასახლოს რაც უკვე თითქოს დაგვიანებულია და ანტოვებენ და ძალიან ხშირია ესეთ შემთხვევები გამოუძახებიათ და გაქცეულან რომ სანსრაბო თვითონ მივიდეს რომ იქ არავინ არ დახვდეს იმიტომ რომ რო დახვდეს ის ვეღარ გაიქცევა იქ პირადობას თხოვენ პატრულიც მიდის რომც არ მივიდეს უკვე ისიც კი საშიშია რომ ჩაიწერონ მერე შეიძლება მიაკითხოს პატრულს ეგეც დაბრუნდა ანუ ყველაფერი რა არის რაც ნარკოპოლიტიკის რეალურად რა დაპირებითაც მოვიდნენ მედიცინიდან ეგ პრობლემა ისევ ნუ არასოდეს არ ყოფილა მედიცინაში ეს პრობლემა ყოველთვის იყო ასე ვთქვათ კრიმინალიზირებული ეს ამბავი მაგრამ ნუ რაღაც პერიოდი იყო რომ აი ეს დიდი მიღწევად ჩავთვალეთ რომ მაგალითად ნალოქსონი ამოვიღეთ რეცეპტურიდან და დაუშვათ უნდა ყოფილიყო თავისუფალ გაყიდვაში ის რომ აი რასაც გიორგი იძახის რომ პატრული არ უნდა მისულიყო ანუ ეს იყო პატარა მოხმარებაზე რომ ადამიანები ციხეში არ უნდა წასულიყვნენ ესეც იყო რომ აი ყველა მაგით მე რომ მარიხუანას გამო როგორ შეიძლება ადამიანი ციხეში წავიდეს დააბრუნეს კანონი დააბრუნეს 4 გრამზე მეტი თუ არ ვწდები თუ გაქვს გარანტირებულად შეიძლება ეგ რაღაცა შეიძლება გაიკეთონ პირობითი მოქცენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეც და მაგრამ აი გიორგი, აი ხლა ამდენი ნარკოტიკი, აი ხა იმ დღეს მოკლედ კობახიძემ გამოაცხადა, რომ 1955 ნარკოდილერი დავიჭირეთ. და ამდენი ნარკოტიკი ტრიალებდა და ამდენი ნარკოტიკი ამოიღეს. აი ეს არის მოჩვენებითი დადგმული სცენებია თუ რა ხდება იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ რომ რაოდენობა ნარკოტიკის მომხმარებლების შემცირდა ან ნარკოტიკი შემცირდა ან ტელეგრამ არხებზე რაიმე ასე ვთქვათ ცვლილება განვიცადეთ და ნარკოტიკი აღარ იყიდება ან რა არის ეს რას გვაჩვენებენ ამითი აი შენი აზრი ან მომხმარებლები რას ამბობენ მე ეს მაინტერესებს ჩვენ ხო გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკას შედეგი არ მოაქვს ეს ხო ერთხელ გავიარეთ უკვე მარტო ჩვენ ხო არა ხო ნახეთ რომ სხვა ქვეყნების იგივე პორტუგალიის მაგალითი რომ მოუყვანეთ ჩვენ გვახსოვს რომ პარლამენტის წევრები გავუშვით პორტუგალიაში რომ ენახათ ოცნება კი, ოცნები. ნუ ეხლა ისინი აღარ არიან ოცნების რამოდენიმე წევრი, ვინც მახსენდება, ვინც წასული იყო, ეხლა ოპოზიციაში გადავიდნენ. მაშინ რამოდენიმე დარჩა. წავიყვანეთ ვაჩვენეთ სახელმწიფოს არა რეალურად რა ხდება შეხედეთ ჩემი აზრით. ჩვენ რა მოლოდინები გქონდა, რომ ზიანის შემცირების პროგრამებს ამუშავებდნენ და დააჭის მაგიურად ზრუნვა ეს რო იყო მთავარი რაღაცა ამით რომ მოვიდნენ, ხო? პირიქით მოხდა ყველაფერი. იგივე მე ხა შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ როდესაც მარიხუანას რაღაც ნაწილი ლეგალიზაციას აკეთებ, უნდა აუხსნა მომხმარებელს, როგორ მოიხმაროს ეს მარიხუანა რა რისკები აქვს. თქვენ გამახსენეთ, შემახსენეთ ტელევიზიით თუ გაკეთებულა რამე თქვა კოლაჟი ან რაღაცა მსგავსი, რომ მაგალითად მომხმარებელი გაეთქილებით რომ ბოთლით არ მოწიო, იმიტომ რომ ის ბოთლი რო ხურდება იმაზე უარეს შედეგს იღებ, ვიდრე თქვა მარიხუანას მოწევისგან. არავის არაფერი გარდა ნარკო თვითონ ბატონი ზურას ქონდათ რაღაც პოდკასტები, რამოდენიმე ნარკოლოგი საუბრობდა ამაზე. სახელმწიფოს მხრიდან ხო არაფერი არ გაკეთება. ინფორმირება არ არის. ინფორმირება. ანუ ეს არის ზიანის შემცირება, მოდი ვთქვათ, რომ იგივე როგორ მოვიხმარო ნარკოტიკი. ანუ შეხედე, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ზიანის შემცირებაზე და დღეს ამბობენ, რომ თურმე ზიანის შემცირება ყოფილა ადვილი გზა ნარკოტიკისადმი და არ ყოფილა სოფლიოს ასე ვთქვათ პოლიტიკა და ზოგადად ეს ყველა სახელმწიფო თვლის რომ ზიანის შემცირება არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმი იმისთვის რომ დაიცვას თავის სახელმწიფო და თავის მოსახლეობა აი ამისგან ყველაფრისგან აქ ჩვენ უკვე გვიჩდება ის რაც ჩვენ თქვი რომ აი ეს ძალიან საშიში ნაბიჯები და პლუს ერთი რომ ძალიან ცუდ მოლოდინებს უქმნიან ადამიანებს
და არასწორ სტიმულებს აძლევენ, როცა ამბობენ, რომ უნდა დავანგრიოთ ახლა მითი ნარკომანიის, ასე ვთქვათ, მკურნალობაზე თუ გამოჯანმრთელებაზე და ასე შემდეგ. იძულებით მკურნალობა ცალკე. ხო, ეს სავალდებულო მკურნალობა. ანუ შეხედე აი ეს სტიმულები, რომელსაც ქმნის სახელმწიფო ზოგადად, იმიტომ ხა მე როგორც მშობელს დავუშვათ, ხო? ანუ მეუბნებიან, რომ მეუბნება ახლა მინისტრი, რომ მოგარჩენ და მით დავანგრევ, მე მიჩნდება სტიმული, მაგრამ ახლა რეალობას ანუ მე ხო არ ვიღებ იმ რეალობას, რომ მე ადჯერ უმკურნალე არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ მას არ ქონდა мотиваცია მკურნალობის დავუშვათ. არ პროგრამაში არ შედის, იმიტომ რომ და სტიგმა და მეტადონში კი ხო არა ვარ და რაღაცა ესეთი სტიგმები ხო არსებობს იგივე მომხმარებლებში, ხო? ანუ არასწორი სტიმულების შექმნა ესეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან არის ძალიან საშიში და ძალიან სახიფათო მოვლენა ზოგადად, იმიტომ რომ მე 30 წელია ვარ, 35 წელია ვარ ამ დარგში და ვერც ერთ ადამიანს და აგერ გიორგი არის მოწმე ამისი, ვერ ვეტყვი რომ მე შენ ახლა განგურნავ რა. მე ყველანაირად დაგეხმარები და იცის გიორგიმაც რომ ბევრი ადამიანია რომელსაც დავხმარები ვარ, დაუნებებია თავი, დიდ რემისიაში გადასულა და ასე შემდეგ. მაგრამ არასოდეს არ მithქვია მისთვის რომ მე შენ ახლა განგურნავ რა, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვეუბნები რომ ყველაფერი არის დამოკიდებული შენზე, გარემოზე, რაღაცებზე, მაგრამ როცა შენ ასეთ სტიმულს ქმნი არარეალისტურს და შესაბამისად ამ არარეალისტური სტიმულებით მე საზოგადოება ვეღარაფერს ვერ იღებს და ხედავს რომ უარეს სიტუაციაა. ხო, ეს არის ძალიან ტრაგიკულად მინდავა ხოლმე ეს. ხო, ეს ტრაგიკულად მთავრდება ეს აგებული კოშკები, იმიტომ რომ დღეს მედიცინა და ეს დარგი ამტკიცებს, რომ ზიანის შემცირება დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მივიყვანოთ ადამიანი იმ გადაწყვეტილებამდე ზიანის შემცირების და ასე ვთქვათ ამ ტაქტიკით და ტექნოლოგიით მივიყვანოთ ადამიანი იქამდე რომ მან გადაწყვიტოს რომ დაანებოს ნარკოტიკს თავი. ეხლა მაგალითად კანადაში როგორ არის, იცი? ესეთი 4 სართულიანი შენობაა. პირველ სართულზე არის ზიანის შემცირების სპრიცების გაცვლის პროგრამა და ესეთი ინიექციის, ანუ ინიექციის ოთახები. უსაფრთხო ინიექციის ოთახები. მეორე სართულზე უკვე არიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, რომელიც ჩვენთან უკვე მუშაობენ. მესამე სართულზე არის ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა, საიდანაც აი ესე ნელ-ნელა გადადის ადამიანი და ბოლო სართულზე არის უკვე რეკრუტი იმისთვის, რომ ვის უნდა დაანებოს თავი, რომ აი იმას მერე გაუწიონ ან ამბულატორიული დეტოქსი ჩაუტარონ, ან სტაციონარული იმის და მიხედვით. ანუ აი საფეხურებად არის ეს ყველაფერი და თან მსოფლიოში ესია რა. იწყებენ ქუჩით, სადაც ის მოიხმარს ნარკოტიკს, საბედნიერო ჯერ არ ყავს ქუჩის ნარკოტიკი, მაგრამ მაგაზეც მინდა გკითხო, რომ ხო ყავს უკვე ქუჩაში ადამიანები, ვინც ქუჩაში იკეთებს, ხო? ქუჩაში გადმოინაცვლა რაღაც პერიოდი იყო. აი ხა გეტყვით როგორც ჩემ მაგალითზე რა, ძალიან საინტერესო არის თქვენი გზა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო მარტივი. რო დავიწყოთ იმით, აი როგორ შევხვდით თქვენ და ნარკოტიკი ერთმანეთს, აი რა ვითარებაში შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, რატო? ნარკოტიკი ისე როგორც უმრავლეს შემთხვევაში შემოვიდა პერიოდული მოხმარებით და იმის თავდაჯერებული ხარ ეგ დროს რომ შენ არ გახდები დამოკიდებული ამაზე და უბრალოდ გასინჯაო. ამას ხა ბევრი ზოგი ბედნიერების ფონზე აკეთებს, ზოგი რაღაც ბევრი აქ მაგაზე თქვენ ბატონი ზურა უკეთესად ისაუბრებს. მოკლედ რომ დავიწყე მოხმარება, მე მოხდა ესე რომ მივხვდიო დამოკიდებული ვარ და ვერ ვანებებ თავს. რამდენ ხანში მოხდა ეგ? სადღაც 6 თვის პერიოდში. 6 თვის პერიოდში აი ესეთ მოხდა. როცა გააცნობიერეთ რომ მოდი ისიც თქვი რა პერიოდი იყო, ან რა ეს იყო 2000 პერიოდი იყო. ეს იყო წინა ხელისუფლების პერიოდი პრინციპში. თუ 90-იანი წელი. არა, დაწყება იყო, შევარდნაძის დროს იყო ეგ. 90-იანი. 90-იანების
90-იანებში. აი ეს თამაშით. რაღაც პერიოდი იყო, რომ მე თითქოს გავაჩერე, მე ისევ დავიწყე და რეალურად რასაც ქვია დამოკიდებულება შევარდნაძის პერიოდში უკვე მივხვდი რომ დამოკიდებული ვიყავი, შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება და რაღაც პერიოდიკა თუ გახსოვთ, პირველი 2 წელი სიმშვიდე იყო მაგ მხრივ. კაცო, ჩაგეკითხებთ, აი იმ პერიოდში როცა აქტიურად ვთქვათ იყავით ჩართული ამ რა ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში? მაშინ აი აქტიური იყავით, შრომობდით, მე ყოველთვის ქმნიდით. უმუშევარი დიდხანს არ დავჩენილა, არ შემილია ხოლმე. იმ დროსაც. არც მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი. ვცდილობდი რომ სადღაც მემუშავ. ეხლა მაგის მოყოლა მინდოდა რომ მეტადონის პროგრამიდან რატო გადავედი სუბოქსინის პროგრამაში, მაგრამ მაგამდე მივა. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და მერე დაიწყო ბოლომდე რეპრესიული მოუჭირეს თუ გახსოვთ, დამაკავეს ქუჩაში ერთხელ, დამაკავეს ქუჩაში მეორეჯერ და შარდში აღმოჩენილი ყვალის გამო გადაწყვიტეს რომ მე ცოტა ხნით ციხეში ჩავსვათ, რომ იქნებ ყვა ისწავლოს და 3 კვირით ჩამსვეს, მაშინ მელადის პერიოდი იყო, დამათვალიერების კლდანი და გამომიშვეს მე 3 კვირის მერე ჯარიმა გადავიხადე, იმიტომ რომ თან არაფერი არ მქონია, უბრალოდ ეს შარდში აღმოჩენილი ნარკოტიკის გამო ხდებოდა ყველაფერი. მესამე ჯარიმა იყო ესე. მოსამართლემ გამოაცხადა არ დაადგა გამოსწორების გზას, არ დაადგა გამოსწორების გზას, არ დაადგა გამოსწორების გზას და 3 კვირის მერე რომ გამოვედი, მივხვდი რომ ეს გაგრძელება არ შეიძლება და უკვე მაგ პერიოდში ეს ჩანაცვლების თერაპიის პროგრამები ამუშავებული იყო. და შესვლა თავის გადარჩენა რეალურად შეგეძლო მანდ. იმისგან რომ არ დაეჭირებ. ზედოზირება არ მომხდარიყო. შპრიცი ვიღაცის შპრიცით, რისთვისაც არსებობს ეს პროგრამა, რასაც ვერ იგებს ეს ხალხი. ეს პროგრამები არსებობს და ვთქვათ, აი რატო არ დაიწყეთ, ესე ვთქვათ, ეს რასაც გვპირდებიან, რომ მორჩენა, ესე ვთქვათ და აი როგორ საიდან გაიგეთ, რომ ჩანაცვლების თერაპია არსებობს, თერაპია რო არსებობს, მაგას ქუჩიდან იგებ, ოსა მომხმარებელი ხარ ამ თემაზე ყველაფერი იცით, თბილისი. ანუ ეს ინფორმაცია არსებობს. არა, მაგი იყო დიდი მითი ზოგადად, ეხა მითი კი არა, ნუ იყო დიდი ასე ვთქვათ, მოლოდინი, რომ აი არის არსებობს მეტადონის პროგრამები და ნუ ეს ეხა ყველა მომხმარებელმა იცოდა, ხო და ნუ ეს არასოდეს არ მოხდა ეს, უბრალოდ მე გლობალური ფონდი შემოვიდა და 2005 წელს გაიხსნა ეს პროგრამები, ოღონდ იყო აი როგორი ლიმიტირებული, იცი, ანუ მხოლოდ აიფინფიცირებული ვინც იყო, ან ძალიან დიდი ხანი მოლოდინის რიგში, სულ 200 კაცი იყო პროგრამაში ფაქტიურად. ეს თავიდან იყო ძალიან ისა და რეალურად ის ხალხი, ვინც 2005 წელს შევიდა, ნუ თუ რამე ტრაგედია არ მოხდა, დღეს ის ხალხი გადარჩა. ის ხალხი დღეს ცოცხალია. აი როცა მოხდით ამ სისტემაში, მე გულისხმობ ჩანაცვლების თერაპიას. იქ როგორც აი რა ხმა ქონდათ, როგორც პაციენტი იყავით თუ როგორც დამნაშავე, ესე ვთქვათ და კრიმინალი ან მეტადონში კი ან ნარკომანი თუ აი როგორ მიგიღოთ სამედიცინო სისტემა მაშინ? მაშინ დასამალი არაფერი არ მაქვს ბატონ ზურასთან ქონდათ მაშინ გლობალური ფონდი იყო თუ არ ვსწრები. იქ ხა ნამდვილად არ მიგზნია. ეს იყო იმ ექიმების დამსახურება, ვინც იქ მუშაობდნენ. და ეს ყველგან ერთად არ ხდებოდა სამწუხაროდ. ბევრ დღესაც იგივე ხდება. მან კიდე არ გამომჩეს რომ პრობლემა რა არის, როდესაც ეხლა რა გახდა პრობლემა, რომ ერთ ექიმს, როდესაც 300 კაცი და 200 კაცი აწერია, მითხარით როგორ შეიძლება ამ ექიმმა განსაზღვროს ან დოზა ამ ადამიანის, ვერც ასწრებს დანახვას და რა ხვდებით რა ფორმალობა თითქმის გამხდარა. ფორმალობაა, იმიტომ რომ გამორიცხულია ვერ ერთი ექიმი 1200 პაციენტი ყავს ქუთაისში 3 ექიმს, ხო. წარმოიდგინე და თან 10-დან 3 საათამდე უნდა მოასწროს ამ 1200-მა კაცმა დალევა. მერე შესვლა, გასაუბრება, ხო, ნუ ეს ხო წარმოუდგენელია. ანუ ფაქტიურად რეფორმა, რომელიც დაგვიანონსეს და გვითხრეს, რომ ეხა ჩვენ ამ პროგრამას, ასე ვთქვათ, ყველაფერს ვიზამთ, თუმცა კიდე ერთხელ ვაცხადებ, რომ 95% ჩანაცვლების თერაპიის პროგრამების აკონტროლებდა სახელმწიფო.
და სახელმწიფოს ხელში იყო ყველა ბერგეტი აბსოლუტურად ჩანაცვლებ თერაპიის პროგრამებში თუ რამე არ მოსწონდათ ან ოღონდ ეს დანარჩენი მე უკვე ვილაპარაკეთ ამიტომ აღარ გავაგრძელებ ამაზე უბრალოდ აი გააგრძელოს გიორგიმ როგორ მოხდა მე ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ძალიან საინტერესოა მე კი ვიცი ეს ყველაფერი ერთი ის იყო რომ მაგ პერიოდში რაღაცა როდესაც პროგრამაში შევედი არეული მქონდა თალკე ოჯახში დასალაგებელი მქონდა ბევრი რამე სამსახურში მაშინ ზიანის შემცირების ქსელში მუშაობდი და არ იყო ეგ პრობლემა რომ ზიანის შემცირების ქსელში მომუშავე ადამიანს არ გააგდებდნენ იმიტომ პირიქით ზიანის შემცირების ქსელი იბრძოდა იმისთვის რომ ეს ადამიანები კი არ დაესაჯათ ამ ადამიანებს და ეზრუნათ უბრალოდ მეტადონის პროგრამაში რომ შევედი ეს მეტადონი ჩემთვის მძიმე აღმოჩნდა იმ ხრივ რომ თან მუშაობდი და მახსოვს ეთერში ვიყავი საზოგადოებრივ მოუწყებელზე და რომ ნახე მეორე დღეს ჩემი თავი ძალიან არ მომეწონა მივხვდი რომ არ არის ჩემი და მინდოდა გადასვლა სუბოქსონის პროგრამაში მაგრამ მაშინ სუბოქსონის პროგრამაში რომ მომხდარიყავ იქ იყო 200 კაცი არ ვიცი უნდა დაგერეკა ალბათ მინისტრის მოადგილესთან და მე ავდექე დავრეკე მინისტრის მოადგილესთან არ დამირეკავს ვერ ვიტყვი და ვერ დავასახელებ იმ ადამიანის სახელს და გვარს ვერ ვიტყვი გასაგები მიზეზების გამო მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის გადარეკა და მოკლედ აი ესე გადამიყვანეს იმ პროგრამაში თორემ მე რო შეცვლად უმებოდა უნდა დამიმტკიცებია ამ კავშირების გარეშე ვერ შეცვლი რომ მეთქვა რომ უბრალოდ ამ დროს არჩევს პრეპარატია ძიმეა რომ მეთქვა და არ მჭირდა არ მინდა რა და ექიმებსაც არ შემოუთავაზებია არა ვერ 200 კაცი დახურული იყო და რიგები იყო არ ვიცი 200 და დღეს ჩვენ გვიხატავი რომ სუბოქსენი არის უარესი ტრაგედია გაქცევა უბედურება და რეალურად მაგას ვებძვით სუბოქსონი საერთოდ თუ არ ვწდები იყო ნარკოტიკების სიაში და იყოს თუ არ იყოს და საკითხავია და თქვენს ჯანმრთელობაზე ამან ჩემ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედა იმ ხრო სუბოქსონი მე ძიმე არ იყო და გავაგრძელე მუშაობა აღარ მეძინა მუშაობდი საქმეს ვაკეთებდი თუმცა აქ ეხა კიდე ერთ რაღაცა მინდა დავამატო რომ არ ეწყინოთ ჩემ კოლეგებს, მაგრამ ძალიან ბევრი არის ბევრმა დღეს ვინც მუშაობს ჩანაცვლებ თერაპიის პროგრამებში, სამწუხაროდ არანაირი კლინიკური გამოცდილება არ ქონდათ. ეს იყო ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ექსპერტიზაში, კადრები არის ძალიან შეზღუდული. ფაქტიურად შეიძლება ვთქვა, რომ რაღაცა თიძე ჩამონათვალი იყო ადამიანებს, ვისაც კლინიკური გამოცდილება ჰქონდა. დანარჩენები ექსპერტიზაში და ასე ვთქვათ. დღესაც იგივე ვითარება, იმიტომ რომ ამ ხალხის როცა დავიწყეთ ამ პროგრამების, ასე ვთქვათ, მე ვიყავ პირველი, ვინც გავხსენი ეს პროგრამები და ყველა ქალაქში მე გავხსენი ეს პროგრამა და მე ავიყვანე კადრი, ანუ ვასწავლიდით ამას ყველაფერს. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამ ადამიანებთან და რა იყო ზოგადად ჩანაცვლებ თერაპია. რომ ეს არ არის რაღაცა ბუა და ეს არ არის კი გასაგებია რომ ნარკოტიკია, მაგრამ არის ჩვეულებრივი სერვისი, რომელშიც ადამიანები ირთვებიან იმიტომ რომ დღეს მას არ აქვს გადაწყვეტილი ფხიზელი ცხოვრება. ამიტომ მე მას ვთავაზობ ჩართვას ჩანაცვლებ თერაპიაში იმისათვის რომ ის დავიცვა ზედოზირებისგან, ინფექციისგან, კრიმინალისგან, პოლიციისგან, მისი პირობითი სასჯელი რომ არ გახდეს ციხე და ასე შემდეგ. ანუ პლუს ამის გარდა შორდება კრიმინალურ, ასე ვთქვათ, გარემოს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის შეძენა არის კრიმინალური ქმედება, ხო, იმიტომ რომ არალეგალურია, ხო, ეს შეძენა, შენახვა, გადატანა, ასე ვთქვათ და შესაბამისად და პლუს ამის გარდა, აგერ გიორგიც დამერწმუნება, რომ ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ პროგრამაში, დაიწყეს მუშაობა, შექმნეს ოჯახები, გაუჩნდათ შვილები, აწყეს ბიზნესი, გახდნენ მისაღები საზოგადოებისთვის და ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული პროცენტი ადამიანების, რომელიც ვერც პროგრამას ერგება და ვერც, ანუ მაინც უნდა ეს ინიექცია, მაინც უნდა ქუჩა,
მაინც უნდა ეგრეთ წოდებული кайფი, ამიტომ ამატებს რაღაცებს, მაგრამ შენ როცა ხარ ექიმი, ჩანსვლებ თერაპიის პროგრამები. ზუსტად შენი მოვალეობა არის ის, რომ შენ უნდა ეს დაინახო, კი არ დასაჯო და გააგდო პროგრამიდან. კი არ უნდა უთხრა რომ შენ ცუდი ბიჭი ხარ და კრიმინალი ხარ და შენ არ უნდა უქნიო თითი შენ პაციენტს, არამედ უნდა მისცე ყველანაირი საშუალება რომ დაეხმარო, რომ დაანებოს სხვა არალეგალური, ასე ვთქვათ, ან ფსიქოტროპული პრეპარატების დამატება, შეურჩიოს სწორი დოზა, რომ ის კომფორტულად გრძნობდეს თავს და ასე შემდეგ. პაციენტთან უნდა იმუშაო. და ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი ასე ვთქვათ, თავარი მიზანი იყო, რომ ეს ადამიანები ყოფილიყან ჩვეულებრივად საზოგადოების წევრები, ინტეგრირებული საზოგადოებაში რა. რაც ასეც იყო ბუდიშო გაწყვეტილ, ასეც იყო ჩემ შემთხვევაში იმასაც კი მეუნებოდი რომ რატო არ გამოდიხარ ამდენი ხანი და მეუნებოდი რომ მე მაცალეთ და მე რომ მეცოდინება რომ მე არ მინდოდა მომხდარიყო ისე რომ გამოსულიყავი და მესამე დღეს ქუჩაში მერვინა ისე და რაღაც დრო მჭირდებოდა რომ მორალურად მომზად მე ხო ვიცოდი აი რაღაც პერიოდის შემდეგ დავიწყე ნარკოლოგიურ კლინიკაში მუშაობა ზიანის შემცირების ქსელიდან. ამ ყველაფერს ხო ჩემი თვალით ხედავდი ადამიანები დეტოქსზე რო გაწვენენ და ვიღაცა გიგდებს იქიდან ცდილობს რომ წამალი შემოგიგდოს, ესე იგი შენ ვიღაცა ნათესავის ან დეიდაშვილის ან ვიღაცის ან დედების ან მშობლების დასანახად აკეთებ ამას რომ ვითომ განკურნება გინდა და მაგრამ რეალურად ხო არიან ადამიანები ვისაც დანებება უნდა თავის. აი ზარზე ვხვდებოდი ხოლმე ზარებს რომ ვიყევდი აი ვიღაცა რო რეკავ და ვიკითხები თვითონ რატო არ რეკავს თუ დაინტერესებულია. აქ კიდე ცალკე პრობლემა მაგათაც დაწოლა რომ უნდა ადამიანს და რომ სამ თვეში მოგიწევს. ეხლა რაც ხდება რა. ჩემო მეგობრებო მთხოვა რომ იქნებ სახელმწიფო პროგრამით. არა, სახელმწიფო პროგრამით. ფინანსურად როგორ აუდიოდით ამას? ფინანსურად უფასო იყო. და იყო არ როგორ რომ 4 დღე შეგეძლო გაგეტანა პრეპარატი 4 დღის, ანუ რეალურად მე 16 დღე პრეპარატი ხელზე მქონდა, დანარჩენი დღე მიწევდა სიარული. მე ხა თან იცოდნენ რომ რაღაც პატიოსნად მოიხმარდი და ამიტომ რაღაც პრობლემას არ რაც მე ხელს მიწყობდა იმაში რომ წავსულიყავი სოფელში ოჯახთან ერთად, გავსულიყავი ქალაქიდან. ეს ცხოვრად სულ ანუ კი რა დღეს რაც ხდება ჩათვალეთ რომ ქალაქიდან ვერ გადიან. ვინმეს რომ მოუნდეს ოჯახთან ერთად წასვლა ვერ წავა. თუ იმ ქალაქში სადაც მიდის არ არის პროგრამა, მაშინ მოუწევს ყოველ დღე, თქვა თუ წახვედი სადაც მაღალმთიან სოფელში, უნდა ჩახვიდე უახლოესი. ხარაჭაში ვინ ცხოვრობს, მაგრამ სამეცნიერო თვალსაზრისით ქუთაისში ჩამოსვლა. ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი ფაქტია რომ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებელი და ზოგადად პასუხისმგებლიანი ადამიანია, მაგრამ აი სამეცნიერო თვალსაზრისით არსებობს მაგის შეფასების გზა, რომ თქვა ეს მოქალაქე მზად არის იმისთვის, რომ მისცეთ 4 დღის და მაგია ზუსტად შეხედე არის ქვეყნების ანუ ყველა ქვეყანა ადგენს თავის პროტოკოლს. იმის და მიხედვით რა ტიპის მოხმარება გაქვს შენ. ახლა ჩვენთან ეს ცოტა რთული ამბავია, იმიტომ რომ ჩვენთან ინიექციური მოხმარება ძალიან რეალურად, ასე ვთქვათ, მძიმე ფორმას წარმოადგენს. ეხლა როცა შენ ხედავ, მეტადონი უფრო ადვილია, იმიტომ რომ დასალევია, თუმცა ისიც გააქვთ და დაუშვათ ინიექციურად მოიხმარეთ. სახელმწიფო პროგრამიდან გააქვს და გაქონდათ ყოველთვის და არავინ არ მითხრას ახლა რომ ეძახენ რომ კერძო პროგრამებს დააბრალეს რომ იქიდან გადიოდაო. მე ჩემი თვალით ხედავდი როგორ დამშვიდობების დროს ასე ვაკეთებ. ხო მაგალითი იყო. შეხედე და ამიტომ ხა ექიმი როცა უყურებს რომ სვამ პატიოსნად იქ ყოველ თვე გაქვს ჩასაბარებელი ანალიზი. ოღონდ იმისთვის კი არა რომ ვიღაცამ და აქ ჩვენთან ანალიზს აბარებენ, იმიტომ რომ დასაჯონ თორე არის. ანალიზი რეალურად არის იმისთვის რომ შენ შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, ამატებს რამეს, არ ამატებს რამეს,
რაღაცას ხვდები, ანუ იქ ანალიზების თხოვნად ჩაგებარება წესი და სადაც შარჩი ეჩვენებია. ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით ამის შეფასება ანუ გარკვეული პერიოდის შემდგომ, როცა მოხდება პაციენტის სტაბილიზაცია და ხედავ, რომ ის აღარ მოიხმარს ინიექციურად, აღარ აქვს დარღვევები, დაუშვათ დადის, რაღაც პერიოდი უნდა იაროს. ხვდები, ანუ ეს არ არის. 6 თვე იყო, ხო? ნუ არის ქვეყნები, სადაც 3 თვეა, ზოგან 6 თვეა და ასე შემდეგ. არის ქვეყნები, სადაც 6 თვის მერე უკვე 1 თვის მარაგსაც ატანენ, დაუშვათ სამში. და შესაბამისად, მაგრამ არის პაციენტები, რომელსაც ვერ გაატანი, იმიტომ რომ იქ საში ქცევა, ხედავ, რომ დაუშვათ ის შესაძლებელია, რომ რაღაცა მაღალი რისკი შემცველია. ანუ ექიმის პასუხისმგებლობა და ექიმის უამრავი ჯერთ ექიმის ცოდნა პაციენტის, რომელმაც უნდა იცოდეს თავისი პაციენტი, მეორე ის, რომ შენ დარწმუნებული იყო, რომ შენი პაციენტი არ გაყიდის, არ მოიხმარს, სხვას არ მისცემს და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა იყო შემთხვევები, ახლა სუბუქსონის პროგრამაში ეს ძალიან ხშირია და ახლა რატო ვერ იტყვის ვერავინ, მაგრამ ეს იზიანი შემცირება. როცა რამოდენიმე 2 ან 3 ადამიანი დაუშვათ და გაქონდა იმ ტიპს რა. დაუშვათ, მაგრამ ის ვერ შედის პროგრამაში. მაგრამ წარმოგიდგენთ, ვისთვისაც გააქვს იმას ის იღებს იმის მოხმარებული პირით ხო გააქვს? პირით რო გააქვს ის ყოველთვის უნდა ადუღდეს თავიდან. რატო ვერ შემოდის? იმიტომ რომ ეშინია სტიგმა. და თორე იმიტომ კი არ გააქვს რომ ის ტიპი არ შემოდის პროგრამაში, იმიტომ რომ შენ შექმენი ესეთი აურა ამ პროგრამების გარშემო, რომ აი მეტადონში ხარ, ეს არის კლოაკა და მე იქ როგორ მივალ და რაღაცა. თორე რეალურად მაინც ითვლება რომ ზიანი შემცირება, იმიტომ რომ ის არალეგალურ ნარკოტიკს ახლა არ მოიხმარს დაუშვათ, მაგრამ ეს არის პრობლემა, მაგრამ ანუ შენ უნდა იმუშაო იმაზე, რომ ამ ტიპმა არ გაიტანოს და ის თავისი მეგობარი შემოიყვანოს პროგრამაში. ხვდები, ან მოიყვანოს ექიმამდე მაინც. ანუ შეხედე, კიდე ერთი არის ძალიან სერიოზული რაღაცა, რაც უნდა ვიცოდეთ, რა, რომ ზიანის შემცირება აღიარებს და ამბობს, რომ არსებობენ დამოკიდებული ადამიანები. ეს ადამიანები მოიხმარენ ნარკოტიკს. ეს ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს გვერდზე. ამიტომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, იმიტომ რომ ის ზიანი, რომელიც მათ შეუძლიათ მოუტანონ საზოგადოებას და მოუტანონ, მე მომიტან თავის თავს მოუტანონ, ბევრად უფრო ძვირი უჯდება მერე სახელმწიფოს რა. სიკვდილი არის ძალიან დიდი ტრაგედია, როცა ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან ზედოზირებით. ცეგეპატიტი იცი რა ხარჯებთან არის დაკავშირებული? იცი რა ხარჯებთან? ენდოკარდიტებია, ფლებიტებია, გულის პრობლემებია და კრიმინალი პლუს დამატებული და ხო, ანუ რამდენი უჯდება ეს ყველაფერი სახელმწიფოს, როცა ეს შეიძლება ძალიან იაფი მოხდეს, ხო? ძალიან სწორად ეგ ვერ ანუ საზოგადოებამდე არასწორ არავის არ უცდია სახელმწიფოს უნდა ეცადა არც წინას, არც ეხლანდელს, რომ საზოგადოებას სწორად გაეგო რისთვის არის ზიანი შემცირება. იგივე ხარ, როცა რაღაც დებატები რომ მაქვს ხოლმე და ვიღაცა რომ მეუბნება რომ რატომ უნდა გადავიხადო მომხმარებლისთვის ფული ბიუჯეტიდან, რომ უხსნი რომ აი 18,000 ადამიანი რომ გამოვა სიტყვაზე რომ დაიხუროს. 18 არ იყო საჯარში. ეხლა უკვე სუბუქსონთან ერთად ეს ადამიანი რომ წარმოგიდგენ ეს ადამიანები ქუჩაში რომ გამოყაროს უყველა და ეგრეთ წოდებულ ლომკაში აბსტინენციის მდგომარეობაში უფულოდ ხო უმრავლესობა ხო უმშევარია იმის რომ მოხმარებელი ეგ ხო კიდე ცალკე თემა წარმოიდგინეთ რა მოხდება ქალაქში კრიმინალი როგორ გაიზრდება ზედოზირება როგორ გაიზრდება ამ ყველაფერს და ეს სათითაოდ მიწევს ყველასთვის ახსნა იმიტომ რომ არ არის არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი C ჰეპატიტის პროგრამა სადაც 70-დან 80%-მდე იყო ინიექციური მომხმარებელი და იყო ადამიანები რომლებიც დაანჩენები იყვნენ ის ადამიანები რომლებიც ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებლის შეხების იქედან დაავადდნენ არც ერთი სახელმწიფო მოხელე არც ერთი თანამდებობის პირი არ აღიარებს რომ ეს
არის ზიანი შემცირებისთვის, ანუ ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრობლემა, რომელიც მოიტანა ინიექციურმა ნარკოტიკმა და C ჰეპატიტი ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ესეთი ციფრები გვაქვს და დღესაც არის რეალურად, ხო, ვერ მოხდა ელიმინაცია ბოლომდე, იმიტომ რომ სტიგმატიზირებულია, იმიტომ რომ მომხმარებელზეა ლაპარაკი და პირდაპირ გაიდლაინში წერია. პირდაპირ გაიდლაინში წერია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის ელიმინაციის პროგრამა თუ ის არის ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი ქუჩის, უნდა შევიდეს ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში, რომ გაადვილდეს ელიმინაციის პროცესი. პირდაპირ გაიდლაინში წერია. და შესაბამისად რეკომენდირებულია, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ინიექციურ ნარკოტიკს და არიან დაავადებული C ჰეპატიტით, იყვნენ ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში. ამას ხო არავინ არ უყურებს. ერთი სერიოზული პრობლემა არის ქალი მომხმარებლები, ხო, რომელიც ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, სტიგმატიზირებულია. ეს ქალები ცდილობდნენ ყოფილიყვნენ კერძო პროგრამებში, იმიტომ რომ მათი კონფიდენციალობა იყო დაცული და სტაფი ყველანაირად ცდილობდა, რომ მათი ცალკე შესასვლელი ქონოდათ, ცალკე არ შეხვედროდნენ სხვა მომხმარებლებს და ასე შემდეგ და სხვა ტიპის ის იყო. დღეს ესიც მოსწეს და უამრავი ქალი, რომელიც იყო ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში, არ გადავიდა, ხო, კერძო პროგრამაში და არც შედის სახელმწიფო პროგრამაში და ეხლა არავინ არ თქვას, რომ ჩვენ ქალი მომხმარებელი არ გვყავს. ძალიან ბევრი გვყავს, ოღონდ ისინი არიან ყველაზე დაფარული. ბევრად მოიმატა ეხლა მომხმარებლების. და ძალიან ბევრად, რომ სტიმულატორების მომხმარება დაიწყო. ალფა-პეპეს. ძალიან ბევრია, პლუს ამის გარდა, გარდა ამისა, რომ არიან დაუშვათ მომხმარებლები, არიან ასევე კომერციული სექსმუშაკები, რომელსაც ისედაც ჭირდება პროფილაქტიკა. ასაკმაც დაიწია და მომხმარებლებს. პროფილაქტიკა, ხო, ასაკმაც ძალიან დაიწია. ანუ ბავშვებშიც არის უკვე მომხმარება, ადრე თუ დაუშვათ ჩვენ ბავშვებში ვიცოდით აქროლადები და დაუშვათ მხოლოდ ესეთი ნიკოტინი და მარიხუანა, დღეს უკვე კატიონინები, ანუ აი ალფა-პევებ, მეფედრონი, ბიომარიხუანა ძალიან დაიწია ასაკმა. ანუ ზიანის შემცირება გარდა იმისა, რომ არის პოლიტიკა და არის უზარმაზარი მეცნიერება უკვე ზიანის შემცირება და არის პირველადი ზიანის შემცირება, მეორადი, მესამედი, ასე ვთქვათ, ეხა ვერც კი წარმომიდგენია, რომ ჩვენ ქვეყანაში გაიხსნას უსაფრთხო ინიექციის ოთახი. ნუ ეს არის ასე ვთქვათ, აი იმის სფეროდან, რა ქვია, არ ვიცი, ფანტასტიკის სფეროდან, ხო? მაგრამ დადგება ეს მდგომარეობა აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს აი უამრავ სურათებს რომ აქვეყნებენ, რომ შპრიცები ყრია. რატო ყრია შპრიცი ქუჩაში? რატო ყრია? იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოში ვერასოდეს ვერ გავცვალეთ შპრიცი. იმიტომ რომ კანონით იმ შპრიცში ერთი წვეთი რო აღმოუჩინონ ჯიბეში, წავა 10 წლით ციხეში ტიპი. და სერვისი რო გვაქვს და 10 წელია გლობალური ფონდი აფინანსებს შპრიცების გასვლის პროგრამას, რეალურად ჩვენ ვარიგებთ და არ ვცვლით შპრიცს. ანუ თავი ანუ ქუჩაში ყრია ის შპრიცი. ანუ ესიც არასწორ, ამასაც არასწორად ვაკეთებ. რომ ეს ყველა დაყრილი შპრიცი არის დამატებით C ჰეპატიტი, დამატებით ჭიცი, დამატებით ინფექცია, დამატებით მაღაზია ანუ მაგ შპრიცს ესე უნდა შევხედოთ, რომ იმის უკან დგას დაავადებული ახალგაზრდა როგორც წესი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ამისთვის მოიფიქრა ხო? ანუ მოიფიქრა ხო იმისთვის რომ ეს შპრიცი არ ეყაროს ხო? ქუჩაში მოიფიქრა. ჩვენთან არის დარიგების, ჩვენთან გაცვლის პროგრამა არ არის. ჩვენთან არის დარიგების ზიანის შემცირების პროგრამებიდან რიგდება და ძალიან ბევრი იბრძოლა ამისთვის, იგივე შეიქმნა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი. ძალიან ბევრი იშრომეს ამბიჯება და ამ ადამიანებმა ვისთანაც ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ. შპრიცების ერთი პერიოდი არ ჩანდა შპრიცები ქუჩაში, იმიტომ რომ არავის აღარ ეშინოდა, მიდიოდა სანაგვეში აგდებდა. ეხლა ისევ ის ხდება, იკეთებენ და სადაც იკეთებენ, იქვე აგდებენ, რომ დროზე გაეცალოს იმ ადგილს, რომ ხელში არ შერჩეს. კიდე საინტერესო ფაქტები ამ 900-თან დაკავშირებით, რამოდენიმე ადამიანი უკვე 1 და 2 ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, ეგეთი რომ მისული სასაფლაოზე ან სადღაც დაუკავებია პოლიციას
და უთქვამს, რომ შენი ტელეფონი გამიხსენი. რო გაჭრიკეს არაფერი არ ქონდა. ახსნებენ ტელეფონს, Telegram-ში შედიან, ნახულობენ რა მისამართზე აქვს ამას ნაყიდი, მიდიან ერთად, პოულობენ და მერე აკავებენ. პოლიცია და ეს ენდ განან უყურებენ, ვერაფერს ვერ აკეთებენ. ეს არის შენი ფაქტი, ესე უნებიან და მიყავთ პოლიციაში. ეს ერთხელ და ორჯერ არა, რამოდენიმეჯერ მოხდა უკვე. თქვენი გამოცდილება არის წარმატებული გამოცდილება რეალურად შეიძლება ვთქვათ, ხო? და როგორც ხვდები, რამდენი ხანია სიფხიზლეში? დღეს ამომიგდო მემორიმ, რომ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ დროს გავიკეთე დეტოქსი და მე რო დეტოქსი გავიკეთე, რომ დავანებეთ თავი, რომ გამოვედი პროგრამიდან, მაგ დროს დაემთხვა, რომ შეწყვიტეს გატანებები და ყველა ჩემ მეგობარს ეკონა რომ ვიცოდი ამის შესახებ. მაგიტო დავწეკით დეტოქსზე. რეალურად 2 წელია. შვენიერი. აი თქვენ ეს არის მითის დანგრევა. შეხედეთ. ეს არის მითი, ოღონდ ეს მითს ანგრევენ ადამიანები და არა ჩინოვნიკები. ამ მითებს ანგრევენ ესეთი ადამიანები და მათი გამოცდილება და ამ ადამიანის გამოცდილების გამოყენება ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ადამიანი მუშაობდა მერე ამ ადამიანებთან და დღეს არის რამოდენიმე ორგანიზაცია ასევე, დაუშვათ იგივე გამოსავალი, იგივე რაღაცა ასე ვთქვათ, ჯგუფები, სადაც ყოფილი მომხმარებლები, რომლებიც თვლიან, რომ ქონდათ პრობლემა და შეუძლიათ რომ დაეხმარონ, ეს ადამიანები გავლილი აქვს ყველა ეს გზა. იყვნენ პროგრამაშიც, გაიარეს ბევრი დეტოქსი, რაღაცა მომენტში როცა მათ საზოგადოებამ შესთავაზა რაღაცა, ხო? ახლა გიორგიც როგორ მივიდა, ხო? ანუ მუშაობდა, მიხვდა რომ რაღაცა მომენტში აღარ ჭირდებოდა ეს, ანუ მისი მონაყოლი და ნარკოტიკი, ანუ აღარ იყო მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში ნარკოტიკი რა, ანუ და რეალურად იყო აბსოლუტურად ფხიზელი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში დადიოდა. გიორგის რო შეგეხედა, ეხა 2 წლის წინ ვერავინ რამოდენიმე ჩემ მეგობარს მითხრა რომ არც ვერასოდეს ვერ მიხდებოდი რომ გიორგი არის ამ მინიმალურ დოზაზე ვიყავით, ანუ 2 მილიგრამზე. საინტერესო არის თქვენი გამოცდილება, თუ პროგრამა ეს პრობლემა განახული გაქვთ ყველა მხრიდან, როგორც ხვდები, როგორც პაციენტს, როგორც თქვათ თანამშრომელს კლინიკის, თქვათ სამოქალაქო აქტივის, ხო? აი რა დაგაკლდათ თქვენ ამ პროგრამაში და იგივე საინტერესო იქნება მე შენი ვთქვათ შეფასებაც ამის როგორ ხედავთ იდეალურ პროგრამას რომელიც აი იმ ადამიანებს ვინც დღეს კიდევ არ არიან დღეს კიდევ ებძვიან ან ვერ ებძვიან მაქსიმალურად ჩავრთავთ ამ სისტემაში და მოვახერხებთ ზრუნვას როგორ იქნებოდა იდეალური როგორ იქნებოდა ეს ჩვენები რო გავუშვით პორტუგალიაში რაღაც ესეთი დიალოგი შედგა თორმე რომ ამათო რო ატანთო ერთი თვისო თუ 20 დღისო და მეორე იმას რომ მიცესო მე ვარ გეშინია თუ და რატო უნდა მიცესო იმასო თუ მოუნდაო ისიც შემოვაო პროგრამაში ანუ იდეალური პროგრამა იქნება ის სადაც ჯერ ესეთი არ იქნება სტიგმა ეს ამაზე სამუშაოა ხო მეორე ის რომ ხელმისაწვდომობა ძალიან ბევრ ადამიანს უწევდა ძალიან დიდი გზის გავლა გატანებს რომ არის გასაგებია რომ ვიღაცას ყოველთვის იქნებიან ვიღაცები ვინც გაიტანენ მაგრამ ხომ არიან ადამიანები ვისაც არ უნდა გატანა და პატიოსნად უნდა რომ რაღაცა ჯერ არ არის მზად იმისთვის რომ დაანებოს თავი და რაღაცა პერიოდი ჭირდება რომ აი ეს პროგრამაში იყოს გატანების თემა მომსახურები ნორმალურ მომსახურების იგივე რეალურად რა სერვისიც უნდა მიიღო რომ ექიმთან გასაუბრების დრო ფსიქოლოგთან მაგას ვარ რომ ფსიქოლოგთან სოციმუშაკთან იქ წესი და რიგით სამი ექიმი უნდა შეიკრიბოს თუ არ ვწდები რომ რაღაცა იქ შეიცვალოს პლუს ამას არჩევანის უფლება არჩევანის უყურეთ ვისაც უნდა მეტადონის პროგრამაში შევიდეს ვისაც უნდა სუბოქსონის პროგრამაში შევიდეს და მე ახლა მაგათაც ბოლოს სადაც მუშაობდი რაღაც 6 პერიოდი ვმუშავე
კონდათ ვერ მარტო საქართველოში კონდათ მარტო შპრიცების თემა ეს ანუ ისეთი შპრიცები შემოაქვს სადაც სისხლი აღარ რჩება აი ბოლომდე გადის რომ ამით შეამცირონ ზიანი რომ იქნებ გაადება ნაკლები მოგჭეს მაგრამ ტანზანიაში არის პროლონგირებული სუბოქსინზეა საუბარი რომელიც შეიძლება იკერებს ჩვეულებრივად და 3 თვის განმავლობაში არ ჭირდება არაფერი. რამდენიმე საიცილებ თავიდან, ხო? არ მიცემს არავის, ვერ მიცემს ვერავის, თავის ოჯახთან ერთად სადღაც წავა. ანუ რაც უფრო მეტი არჩევანი, მით უფრო მეტი თავისუფლება გაქვს შენ და მით უფრო მეტად მოირიგებ ამას შენზე იმისთვის, რომ იმუშაო. არის გასაგებია, რომ არის რაღაც სამსახურები, სადაც არ შეიძლება როცა მომხმარებელი ამას უნდა შეეგუო. ნუ ასე. მაგრამ როდესაც რაღაც სადღაც გაქვს სამსახური და იქ იღებენ და არაფერს არ გეუნება ამას და შენ საქმეს აკეთებ გადასარევად მიუხედავად იმისა რომ შენ რაღაც 4 მილიგრამ სუბოქსინ სვავ სიტყვას ანუ ინფრასტრუქტურა რო შედიხარ შეგნით იგივე ვალეტი მოწესრიგებული იყოს აფერფარეშო მოწესრიგებული იყოს რო შედიხარ რაღაცა გული არ გაგი რაც ეხლა ხდება წყალი რო არ მოდის და იქ რაღაც ვეძებები დრამატული სურათებია რაც იმ სახელმწიფო პროგრამის ესეა წარმოუდგენელია ვახო იმიტომ რომ წარმოუდგენელია 1200 კაცი იღებულობდეს სერვისს ყავდეს 3 ექიმი ერთ რეგიონს ყავდეს ერთი ეს არის წარმატებული რეფორმა რომელიც დაგვიანოს ეს ხო ანუ არაფერი არ შეცვლილა პროტოკოლი არ შეცვლილა ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა ადამიანები რომლებიც მუშაობდნენ ამ პროგრამაში იღებენ მიზერულ ხელფას იმიტომ რომ რეალურად ფაქტიურად ოღონდ დღეს თუ ის 10-დან 3-მდეა იმას უწევს 10-დან 8 საათამდე ყოფნა ამ ხელფასზე რომ უბრალოდ მე სამეცნიერო დოკუმენტაცია შეავსოს იმიტომ რომ იმდენი ბარიერი შეუქმნეს ამას იმის მაგივრად რომ გააადვილონ ეს ყველაფერი გახადონ ელექტრონული დაუშვათ და ექიმს ნაკლები ასე ვთქვათ ანუ ახალგაზრდა კოლეგების ეგ საინტერესო არა იცი რა ადრე იყო მიმზიდველი იმიტომ რომ იყო მაღალი ხელფასი იყო ნორმალური სიტუაცია ხა რომ გაიხსნა პროგრამები ახლა ყველგან ინფრასტრუქტურა სახელმწიფო პროგრამებში იყო ძალიან მოწესრიგებული ძალიან ნორმალური ექიმები ცდილობდნენ სულ ტრენინგებს არა შედიოდი შიგნით ტრენინგები ფსიქოლოგი რაღაცა დარჩენა შეგეძლო 1 საათ დამატებით ხო იქ იყო რაღაცა ადგილები სადაც ეხა დაუშვათ შეგეძლო ყავადაგელია ჩაიდაგელია იქ გასაუბრებოდი ანუ ძალიან ნორმალური და ძალიან მიმზიდველი გარემო იყო ყველგან ანუ ხა რასაც თქვენ ამბობთ ესეთი დასკვნა გამაქვს აი ხო და მაგას გეუბნები შეხედე მოქალაქეები რომ ჩაერთონ ამ ხო და მაგას გეუბნები რომ ვერ ავწევთ ამას ხო ჯანდაცვა ეხლა ამ მდგომარეობით როგორ ავწევთ ანუ შეხედე იმის მაგივრად რომ პროგრამა განვითარებულიყო და გაუმჯობესებულიყო პირიქით ამ პროგრამას შეიქმნა კიდე დამატებითი ბარიერები კიდე გამსხვილდა იმიტომ რომ ვერ შექმნეს სხვა ინფრასტრუქტურა ვერ მოიზიდეს ახალი ექიმები, ასე ვთქვათ, რომლებიც სტიმულები ვერ გააჩინეს, ანუ იმიტომ რომ ჩანსვები თერაპიის პროგრამა ყოველთვის აი რაღაცას ყველა ცუდად უყურებთ. თვითონ ადამიანები ახლა არავინ არ მითხრას, აი ერთეული ადამიანებია, ვინც მუშაობს ჩანსვლებაში, ვინც თulis რომ ეს პროგრამა საჭიროა. ანუ ექიმებისგანაც არის ძალიან, ანუ ექიმებშიც არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სტიგმა და გარკვეული, ასე ვთქვათ, შეხედულებები ძალიან ცუდი ამ პროგრამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ნუ მუშაობს რა სამსახური ერთო. ვაფშე არც არსი იცის, არც აზრი იცის და არც არაფერი. კი, ნუ ამ მორფინისტებმა დამღალეს ბოდიში ამ სიტუაციას, ხო, ანუ და ერთი სული აქვს, როგორ როდის დაამთავრებს წავა რა ვის დაელაპარაკოს, რა დაელაპარაკა. აი ხო ერთეულებია, ისიც ბევრი წამოვიდა, ეხა იმიტომ რომ აი რატო წავიდნენ კერძო პროგრამებში ექიმებია, ხო? იცი რატო წავიდნენ? იმიტომ რომ ის იყო ის, რაც ეხლა შეიძლება იდეალური არის, ხო? შეიძლება იდეალური არის, ხო? მაგრამ იყო ძალიან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იყო კარგი გარემო ადამიანებისთვის. გასაგებია რომ ამაში იხდიდნენ თანხას, იმიტომ რომ სახელმწიფო ამაში არანაირად არ ერეოდა, ანუ მატერიალური თვალსაზრისით.
და ეხლა წერენ, ხო შეიძლება და სახელმწიფო პროგრამა, ხო შეიძლება და უფასო პროგრამა. გაეხსნათ მე. უფასო პროგრამებს, ფასიან პროგრამებს შედავებოდნენ, რატო არა გაქვთ უფასო და სახელმწიფოსთვის გაეხსნათ მე რაღაცო, რატო დაინახეს რომ ამდენი ხალხი დადის ამ იმაში, რა ქვია, კერძო პროგრამაში და კიდევ უფრო მეტი ტვირთი დაადეს სახელმწიფოს, ხო? მაგრამ არაფერი არ გაზრდილა, არც ბიუჯეტი გაზრდილა, არც ექიმების ხელფასი გაზრდილა, არაფერი არ გაზრდილა. მე ახლა უცხოელ ბოდიში უცხოელები იყვნენ ჩამოსული და რამოდენიმე წლის წინ კითხეს რომ აი რა მოლოდინები აქვს და შეცვლით ის მდგომარეობა იყო ჯერ ეს კანონები არ ქონდათ მიღებული რომ მაშინ ვთვლიდი რომ მეთქე რაც ჩვენ გვჭირდება ახლა არის სარეაბილიტაციო ცენტრები რაც აკლია ადამიანებს ჩემ მაგალითზე მე რომ მაგალითად პროგრამიდან გამოვედი მესამე დღეს ერთი სამსახური მქონდა მეორე და გუდაურში დამყავდა ტურისტები, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაც შეიძლება მეტი დრო არ დამჩენოდა თავისუფალი. იმიტომ რომ რაღაცა მე გაგჭირდება მე ფსიქოლოგიურად გჭირდება ამ ყველაფრის დაძლევა. როდესაც გამოდიხარ თავს ანებე ფიზიკური მოდება და ერთი ძალიან ცუდ კითხვას დაგისვამ, იმიტომ რომ მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ და ამიტომ მე მაინტერესებს შენი აზრი. ვაიმე. შეხედე რამდენად დღეს მომხმარებელს არ აქვს მნიშვნელობა ზურა სიხარულიძე იქნება პეტრე პავლე თუ ვიღაცა უნდა ამ სისტემასთან ურთიერთობა მომხმარებელს ხო აი ადამიანს რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს რამდენად მას ეს სისტემა არაშინებს და არ უნდა ანუ რა სტიგმა აი რატო არ მოდის ხალხი პროგრამებში რატოა ეს პრობლემა რატო გვაქვს ეს სტიგმა აი გავიგე რომ იჭერენ მაგრამ ნუ ხო არის კლინიკები სადაც მიდის ხალხი დაუშვათ რაღაც აი შენ როგორც აი მომხმარებელი აი იმ თვალიდან შეხედე აი სისტემასთან ურთიერთობა როგორია ერთი სტიგმა რაც არის და მეორე ის რომ ანუ იქ თუ იწყებ სერიალს შეიძლება დაგარგო სამსახური არ იცი ზუსტად მესამე ის რომ ეხლა საერთოდ ეს რეესტრი რაც გაკეთდა მაგის შემდეგ ძალიან ბევრმა გადაწყვიტა რომ ანუ კითხვები წამოვიდა მირეკავდა არის საშუალება რომ დაიხუროს პროგრამა მე ვთვლი რომ შეიძლება დახურონ შეიძლება არ გამიკვირდა ისე მიდის რომ არ გამიკვირდება რომ დახურონ და თელიანად სახელმწიფო ნაწილი. აი თქვა შეიძლება დატოვონ 300 კაცი აი ის ხალხი რომელიც აი თქვა ხო რაღაცა ან 30 წელია გახსნიდან რომ დღემდე იქ არიან და სხვანაირად აღარ შეუვლიათ და გადმოვიდეს ქუჩაში. ანუ არის მაგის საშუალება. მე რასაც უყურებ როგორც მიდის აი იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი წერს რომ რაღაცა მასიურად არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ამბავი უბრალოდ მე გადავამოწმე და ეს რეალური ადამიანები რა თქმა უნდა ანონიმურად წერენ და ვერ ვიტყვი რომ გარკვეული ასე ვთქვათ სადამსჯელო ღონისძიებები იყო ახალი წლის პერიოდში ეხლაც რაღაცა არის დეტოქსს სვავენ და ძალიან ცუდად სვავენ ანუ ეხა ვინც იცის თქვენ მიხვდებით და ვინ მომხმარებელიც მიხვდება რომ 100 მილიგრამს რო სვავს ადამიანი და ერთ თვეში ჩამოიყვა ნოზე ყოველ მეოთხე დღეს უკლებდნენ 10 მილიგრამს ანუ გაუნახევრეს ეს ნიშნავს იმას რომ ჩვეულებრივად ის აბსტინენციის სინდრომი გარანტირებულად ექნებოდა. დოზებს არ ებრძვიან რაღაცო. ეს არის ეს იძულებით ჩამოყვანა არის იგივე ნუ დატო ეგრეთ წოდებულ ლომკაში ჩვეულებრივად. რომლის წარმატებაც 10%-მდეც კი არა. აი ესეთ როგორ არის ხა იგივე ხა მეც მე უამრავ ადამიანს ვიცნობ ვინც გამოვიდა პროგრამიდან და არ მოიხმარს. აქ ეპიზოდური მოხმარებები. შეიძლება წელიწადში ერთხელ ქონდა ან ორჯერ ქონდა, მაგრამ ზუსტად იცის რომ თქვათ შეიძლება არავინ არ თქოს არა მე რაც ცხოვრება მასწავლა ის რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს იმიტომ რომ არ იცი რა მოხდება. შეიძლება ეპიზოდური მოხმარებები ქონდა, მაგრამ დამოკიდებულები იციან რომ რაც ყველაზე მეტად ეგეთ დროს რასაც გზნობ როდესაც პროგრამიდან გამოდიხარ არის რომ ის თავისუფლებას გზნობ. რომ აღარ ხარ დამოკიდებული რაღაცაზე. დიდი ამბავია. თავისუფლებას. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ გათავისუფლდი
რაღაცა მოგეხსნა ისეთი მძიმე ტვირთი. ხო, მაგრამ შეხედა პროგრამა რო იყოს მოქნილი, ხო, ეს არ გიქნებოდა ეს ტვირთი. ხვდები, ანუ პროგრამა რო იყოს მოქნილი, ყოველდღე რო სიარული არ დაჭირდეს. ეს თავისუფლება არის, რა იცი, რომ ეხა მე ყოველდღე როგორც 365 დღე ადამიანმა უნდა იაროს, წარმოიდგინე. და ორჯერ თუ გააცდენ შეიძლება გარიცხო. და აი არარეგულარულად დადიოდენ. ეხლა წარმოიდგინეთ ტიპი რომ რაჭიდან დადის. ყოველ დღე ქუთაისში დასალევად. და იმას გადაყავს ინდივიდუალური რეჟიმი, ანუ ერთ-ერთი პრეტენზია იყო კერძო პროგრამებისგან, რომ დაუშვათ არ რეგულარულად არ დადიოდნენ. არსებობს ინდივიდუალური რეჟიმი, თუ ამ ადამიანს რაღაცა, ამიტომ ამ პრეპარატებზე არის პროლონგირებული მოქმედებს გარკვეული პერიოდი, ანუ 24-დან 48 საათამდე ნახევარ-დაშლის პერიოდი, თუ შენ ხედავ, რომ ამ ადამიანს 2 დღის მანძილზე არ ვითარდება აბსტინენცია, არ მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკს, შეგიძლია რომ ესეთ რეჟიმზე გადაიყვანო, რა. თან გაითვალისწინო, რომ ხელმისაწვდომობა მისი დაბალია და დაუშვათ 70 კილომეტრის მანქანით იქეთ-აქეთ ან ზუგდიდიდან სენაკში არ უწევს ყოველდღე სიარული, ხო? ანუ ამიტომ შეიძლება გაითვალისწინო ეს ან ბოლო-ბოლო გაატანო ერთი კვირის პრეპარატი, თუ ხედავ, რომ ეს პაციენტი არის ნორმალური. ანუ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვეცადოთ, რომ შევამციროთ სტიგმა. ანუ ეხლა რასაკეთებენ, ხო? ანუ ქალაქში არ უნდა იყოს, ხო? უნდა იყოს სადღაც მოშორებულ ადგილზე, კაი, გავიგე, რომ სკოლასთან შეიძლება 100 მეტრში არ უნდა იყოს და 200 მეტრში. კი ბატონო. თუმცა მე მაგალითად გერმანიაში, ან იგივე ბონში, კელნში, ისეთ პროგრამები ბერლინში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში იყო პროგრამა. ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსში მესამე სართულზე იყო პროგრამა, სადაც ადამიანები ჩვეულებრივად დადიოდნენ. და მე ვარ მომსწრე ერთ-ერთ ქალაქში, გუბერნატორი მივიდა მოსახლეობასთან და იქ იხსნებოდა ჰეროინული პროგრამა და ნუ ჰეროინი ცოტა ცუდად მოხვდა იმ მოსახლეობას და იქ მივიდა გუბერნატორი და უთხრა რომ აი მე 24 საათიანი ტელეფონი მაქვს ჩართული და თქვენც აგერ არიან ჩემი ასე ვთქვათ თანამშრომლებიო და თუ რამეო მოხდაო აი ეგრევე დაგვირეკეთო და როგორც კი გაიხსნა არც ერთი ზარი მოსახლეობიდან არ იყო რომ იქ რამე ასე ვთქვათ კრიმინალი ან რაღაცა ხდებოდა ხო ან პირიქით ცდილობენ რომ ინტეგრირებული იყოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი სერვისია რა ჩვეულებრივი სერვისია ეხა მაგალითად ბუდაპეშტში მოხმარებლებს ეხმარებიან რომ მოიხმარონ ბუდაპეშტში ქუჩაში დგას მანქანასაც შედიოდნენ მოხმარებლები და პარიზში რომ ჩახვიდა აი ყველაზე ცუდ ადგილებში აი სადაც არის ვაგზალი დაუშვათ ხო იქ არის ზიანშემცირების დაუშვათ რაღაცა ჯგუფები სადაც ის ადამიანები არის მაგრამ პრობლემები ანუ ხო ეს ხო deep state-ი და პრობლემა ისეთ რა რომ ხალხი მაგას უყურებს როგორ ის რა ჩვენ ახლა მაგათ ხელს უწყობთ მოხმარებაში ეგ არის პროგრამა კიდე იყო ის რომ აი ტიპები შედიან და აღარ გამოდიან და სუმანდარიან და რანაირად შველის ანუ იმას ვერაფრით ვერ გაიგეს რომ ეს პროგრამა არ ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანი ეს არის იმისთვის და უნდა აუხსნა მე ცალ-ცალკე რომ მოხდეს ნაკლები გადადებაში იმიტომ რომ შპრიცით აღარ მოეხმარს და სვავს ვინც პატიოსნად სვავს რომ არ დააკავონ რომ იმუშაოს რომ ამ გადამდების გარდა კრიმინალზეა ხო საუბარი იმიტომ შენ გინდა არ გინდა როცა ყიდულობ რაღაც იქ შეიძლება გაყოფის დროს რამდენჯერ მომხდარა რომ უჩხუბიათ და რა ცუდად დამთავრებულა. აი მილიონ რამეს ძალიან ბევრი სასწორზე რომ დადო, ძალიან ბევრი პლუსი აქვს, უბრალოდ ეს ვერ მივიტანეთ ხალხამდე, აი ვერაფრით, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო არ არის ჩართული ამაში ხდები. ხო, მაგრამ შეხედეთ, თვითონ თემი კი ერთი პერიოდი იყო აქტიური, თუმცა ახლა თემიც დღეს არ არის აქტიური, მინდა ვთქვა და ცდილ ყველანაირად ანუ დააშინეს თემიც რეალურად ხო ანუ აქტიური არ გახსოვს ხო რომ იყო ძალიან აქტიური მაგრამ თემიც დააშინეს ხდება ანუ რაღაცა რეალურად პროექტი დავწერეთ ყველამ ერთად სასწაული ამბავი მოხდა ანუ მოდი ახლა
რეალურად ჩვენ რაც უნდა ვიტანოთ თქვა ძალიან მენიშნა ეგ ამბავი რა რეალურად ჩანაცვლების ზიანის შემცირების პროგრამას აქვს ბევრად მეტი შანსი რომ ადამიანმა პაციენტმა მოიპოვოს თავისუფლება რეალურად ხო გამოსვლის შეწყვეტის სიფხიზლის ხანგრძლივი რემისიის შანსი ზიანის შემცირების პროგრამით და ჩანაცვლების პროგრამით ბევრად მაღალია ვიდრე ეგრეთ წოდებული დეტოქსი. სიტყვა რა ზიანის შემცირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ჩემეთ, რაც ჩვენ მოქალაქეებს უნდა უთხრათ, რომ გათავისუფლების შანსი ამ დაავადებისგან არის ბევრად მაღალი ზიანის შემცირების პროგრამით, ვიდრე დეტოქსის პროგრამით და ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. რეალურად ზიანის შემცირების და ჩანაცვლების პროგრამა არის გზა საბოლოო, ასე ვთქვათ, დეტოქსიკაციისკენ. თუ ვერ მიდიხარ დეტოქსიკაციამდე და ანუ არ ვერ თვლი, რომ დღეს შენ შეგიძლია ნარკოტიკების გარეშე იცხოვრო, გაძლევს შანსს, რომ შენ იყო ცოცხალი, შრომის უნარიანი, აკეთოს შენი საქმე, ყავდეს ოჯახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სახელმწიფოსაც უნდა აწყობდეს პირიქით ადამიანი რომელიც ის რა გადასახადებს იხდის. არის კატასტროფა, რომ თურმე ზიანის შემცირება, ეს არის იოლი გზა ნარკოტიკისგან. ეს არის კატასტროფა, რაც თქვა და წინა იმაში რაც პოლიტიკაა დღეს და ზიანის შემცირება ესია დაკლინებული და რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ზიანის შემცირების ასე ვთქვათ პრაქტიკულად ეხა გლობალური ფონდი რო არ იყოს ნამდვილად ვიცი რომ დახურავდნენ აი ამ ზიანის შემცირების პროგრამებსაც უბრალოდ გლობალური ფონდის ასე ვთქვათ კიდე რაღაცა ვალდებულება აქვს თუმცა მაინც ჩაითვლება რომ deep state-ია რაღაცა მომენტში ეს გლობალური ფონდი და მაგან შემოგვიტანა ეს ყველაფერი და კი აუცილებლად შეუტევენ და ხა გიორგის არ ეწყინება, მაგრამ უბრალოდ ცოტა პოლიტიკური შეფასებაც მინდა გავაკეთო ამ პოდკასტში, რომ თუ ჩვენ არ დავანახეთ საზოგადოებას და მე ამ პოდკასტებით ზუსტად ეს მინდა და იმიტომ მოვიყვანე დღეს გიორგიმ, რომ რეალურად თავისი ისტორია მოყვა, თუ ჩვენ არ დავანახეთ, რომ რეალური გზა არა ის არის არასწორი სტიმულების შექმნა და მითების, რომ თურმე ჩვენ ამას დავამარცხებთ და ეს ყველაფერი არის ხიხი და თურმე ცუდია და თურმე არსებობენ ნარკოლოგები, რომლებიც თვლიან, რომ ზიანის შემცირება არის ცუდი, ვარ და ვამბობ, რომ დღეს მეცნიერება ამტკიცებს და ყველა მტკიცებულება, მთელი ევიდენსი დღეს არის აგებული იმაზე, რომ ზიანის შემცირება არის ერთადერთი ყველაზე სწორი გზა დღეს იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანები სიკვდილს, ზედოზირებას, კრიმინალს და ასე შემდეგ. და მივცეთ თავისუფლების შანსი, ოღონდ ამისთვის უნდა სწორედ განვახორციელოთ ჩანაცვლებით თერაპია. არ უნდა გავხადოთ ის სტიგმატიზირებული, არ უნდა გამოვიყენოთ ეს ხალხი არჩევნებისთვის და არ უნდა მერე მივაგდოთ ეს ხალხი, მოუხსნათ პირობითები და მერე ისევ დავიჭიროთ და ამითი манипуლირება მოვახდინოთ ამ ადამიანების, ვინც არის ჩანაცვლებით თერაპიის, უბრალოდ არ მინდოდა გიორგისთან ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მაინც პოლიტიზირებულია ეს. და ეს ადამიანები ესე ცუდად იყენებდნენ ამ ადამიანებს. ეხლა გაყარო ქალაქის სადღაც ბოლოებში, სადაც არანაირი ასე ვთქვა და ძალიან ბევრი გამოვა ამ პროგრამიდან და ძალიან ბევრი შექმნა გარკვეული რეესტრები, რომ манипуლირება მოახდინო ამ ადამიანებით, მათი დაავადებით მოახდინო манипуლირება. ეს არის კატასტროფა. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ძიმე შედეგი, რასაც ჩვენ მივიღებთ. ეგ ცალკეთ ფსიქიატრიაც ხო დაამატეს ახლა სასწაული მე თუ რამე ოდნავ ბავშვობაში რაღაცა მაწუხებდა ეს ჩაიწერება რეესტში და მე შეიძლება დაჭირდებოდ ისაც როგორ დაჭირდება ესე გამოიყენებს. ეხაც გაქვს შანსი, იმიტომ რომ პროგრამაში ხარ ნამყოფი ასე. მე პროგრამაში ვარ ნამყოფი და ამიტომ რეესტში ხარ. რაც არ უნდა ის რა ქვია დაუდო, რა ქვია ანალიზების პასუხი რომ ეხა თქვა ამ თმიზღერიც ამოუღო, მეტყვი რომ შენ იმ პერიოდში მოხმარებელი იყავ. დასრულებისკენ რო წავიდეთ, აი ბოლოს ჩვენად მნიშვნელოვანი კითხვა. რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის და გამოჯამრთელებისთვის? აი
მესმის რა შეიძლება ცოტა პათეტიკურიც და ესეთი კითხვა ზოგადი, მაგრამ აი თუ არის რაღაცა ესეთი რჩევა ან ვთქვათ ხარდაჭერა, რამაც შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანი ვინც მოусმენს ამ პოდკასტს რაღაცა გადააწყვეტოს. მე ერთადერთი რაც შემიძლია ამ ადამიანებს უთხრა არის ის რომ დანებება შეუძლებელი არის ჩვეულებრივი მითი. თავარია გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებამდე მიხვიდე. მე მყავს მეგობარი რომელიც პროგრამაშია და დრო დავსხედე გამოდი რა დროა მითხრა რომ აი კომფორტულად ვქნებ თავს. ბავშვები დასაქმებულები არიან მე სახლში ვარ ვერაფერი ვერ არის სადმე წასვლა არსად წასვლა არ მინდა გადასარევად ვქნებ ესეთ თავს. თვითონ თუ არ მივიდენ იქამდე მეც ხო ვამბობ რომ მე კითხებოდნენ რომ აი რატო არ გამოდიხარ. მე ვიცით რომ თავარია მაგ გადაწყვეტილება მიხო და ერთი უნდა იცოდე რომ შესაძლებელია ამის გაკეთება. არავინ არ მოგატყუოთ რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ. უამრავი მაგალითი მაქვს. მე სახელს და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩემ თვა აი ვიცნობ ამ ადამიანებს, ვისაც დანებებული აქვს თავი. კიდე ერთხელ ვამბობ, არ მე რა ამბობენ რომ აი მაინ დავინახე და კი რა ნახე რომ მოიხმარა, იმან შეიძლება 1000-ში ერთხელ მოიხმარა, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ჩახსნილი აქვს და დასრულებული აქვს ეგ თემა, თორე ისე მოხმარებით შეიძლება ვინც არ მოიხმარდა, იმანაც მოიხმაროს ოდესღაც არ ვიცი. თავარი ის არის რომ არავინ არ მოგატყუოთ ხალხს. გადაწყვეტილებას თუ მიიღებთ, დაანებებთ თავს. უბრალოდ ჩვენ ერთადერთი რაზეც დარდუქთ არის ის, რომ აი სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ ადამიანებს რომ აი ბოლომდე გაიყვანონ, ჯაჭვი წყდება, როცა დეტოქსიკეთებ. არის სარეაბილიტაციო ცენტრები, მაგრამ ნუ იქ ვიღაცას თანხა არ ყოფნის, ვიღაცა იქ ადგილი არ არის, ანუ სოფელშია სადღაც და იქ არა აქვს. თუ სახელმწიფო არ ჩაერთო, ძალიან აგვიჭირდება, მაგრამ ბიჭებმა გოგოებმა ვინც არიან არ აქვს. ალბათ იციან, თვითონაც იციან, რომ თუ მოინდომეს ამის გაკეთება შესაძლებელია. თუმცა მინდა აი მაგიც მინდა რომ თქვა რომ პროგრამაც არ არის განაჩენი რა. არა, მაგიტომ მოვიყვანე მაგალითი ჩემ მეგობრებს არ არის განაჩენი. თავარია შენი კარგად ვარო და ეხა იყოს კომფორტული. უბრალოდ ეს პროგრამა ქმნის ეხა პრობლემებს, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფო ანგრევს ამ პროგრამის არს და რეალურად რა არის აი ეხლა რომ და მოუწიათ ამ ყოველდღეს სიარული თუ და გაუჭირდება. კიდე ერთხელ ვამბობ და კიდე ერთხელ ვიძახი. არის უამრავი მაგალითი. აგერა გვიზის ცოცხალი მაგალითი, ახლა 2 წელი სიფხიზლე არ არის ცოტა. წარმატებულად ითვლება ერთწლიანი რემისია, ანუ ყველაზე მაღალი წარმატება ითვლება რომ ერთწლიანი რემისია. მითი არ არის რომ დანებებას თავი შეიძლება, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რომ უნდა შენ მიხვიდე იქამდე და მიგიყვანოს შენ სამესო სოციმუშაკმა, ფსიქოლოგმა და ასე ვთქვათ ცხოვრების წესმა შენმა დასაქმებული უნდა იყოს, მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ასე შემდეგ. მადლობა გიორგი, ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან იყო ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცი, მაინც იყო ცოტა მძიმე მოსასმენი, დღეს რა დღეშია სისტემა, რომელიც რეალურად ვაშენეთ ამდენი წელი და ერთი ხელის მოსმით და ანგრევენ, ფაქტიურად და ინგრევა. რა ვიცი, უღრეს მადლობა მოსვლისთვის და თქვენი თქვათ სამოქალაქო პოზიციისთვის ზოგადად, რასაც ეს პერიოდი აკეთეხარ უნდა რაღაც განსაკუთრებული პათეტიკაში გადავჭრა, მაგრამ თქვენთან საუბარმა მე გამახსენა ძალიან ბევრი სამწუხაროდ ჩემი მეგობარი, რომელიც აღარ არის ცოცხალი, იმიტომ რომ ამ ვთქვათ უბედურებაში გაეხვა და ვერ იპოვა ძალა, რომ ეს დაემარცხებინა და სისტემამ ყველანაირად ხელი შეუწყო, რომ აღარ ყოფილიყვნენ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ. ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ექიმი ფედერალისტების პოდკასტი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ და სხვა მტკივნეულ თემებზე საუბარს. გვიყურეთ სამშაბათობით 19 საათს. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებით.